მოგესალმებით, თითოეულ თქვენთაგან უღმესი მადლობა იმისთვის, რომ გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ, ვინც არ ნიშნავთ გაგეცნობით, მე ვარ კატო. დღეს მინდა ესეთი გასვლა გავაკეთო თქვენთვის, რა ხელისშემშლელი ფაქტორები არის იმისთვის, რომ ურთიერთობა გადავიდეს სხვა ეტაპზე, ხო? ნუ არის ურთიერთობები, რომელიც რაღაც დაალაგდა, აეწყვეთ, ერთმანეთის მიმართ გაქვთ რაღაც გრძნობები, პატივისცემა, მაგრამ აღარ ვითარდება, ხო? აღარ მიდის წინ. ნუ წინ წასვლა არის თქვათ დაოჯახება, რაღაც ერთ ჭერქვეშ ცხოვრება და შესაბამისად ვნახოთ რა არის ამ ურთიერთობაში ხელისშემშლელი ფაქტორი. მოდით გავაკეთეთ ორი ვარიანტი. ეს არის პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. ორი სპილო, მეგონი ჩანს კარგად, ესე. პირველი ვარიანტი არის თეთრი სპილო, მეორე ვარიანტი არის ყავისფერი სპილო. აირჩიეთ თქვენი ვარიანტი და ვნახოთ რა არის ხელისშემშლელი ფაქტორი თქვენს ურთიერთობაში, ხო? რატო ვერ გადადის სხვა ეტაპზე ურთიერთობა? მე გადავდებ მეორე ვარიანტს, პირველი ვარიანტი ვინც აირჩიეთ თეთრი სპილო. ვნახოთ რა არის ის ფაქტორები, რაც გიშლით ხელს, რომ თქვენი ურთიერთობა სხვა საფეხურზე გადავიდეს. პირველი ვარიანტისთვის რა არის? ადამიანის უმოქმედობა, ესე რომ ვთქვათ, ხო? ადამიანი შეიძლება ითქვას, რატომღაც შეიძლება იყოს ესეთი მომენტი, რომ გადართული იყოს თქვათ სამუშაოზე, მატერიალური კუთხით სიტუაციაზე, ხო? აქ ხელისშემშლელი ფაქტორი არის თითქოს ადამიანის კონკრეტული პიროვნების უმოქმედობა, რომელიც მე ვერ ვიტყვი, რომ აქ ადამიანი არ ფიქრობს რაღაცა სიტუაციაზე, რომ გადაიყვანოს სხვა ფლანგზე, არ ფიქრობს იმაზე, რომ წინ წავიდეს ურთიერთობა და განვითარდეს, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ აქ ადამიანის ხელისშემშლელი ფაქტორი იყოს ფინანსური, მატერიალური მდგომარეობა, თქვათ, არ უნდა მშობლებთან ერთად ცხოვრება, არ უნდა რაღაცა ეს, ან ნაქირავები აქვს ვინა და პირიქით უნდა რომ არ უნდა ნაქირავებში და უნდა რომ თავისი კონდეს, ხო? ყოველ შემთხვევაში აქ თქვენთან ხელისშემშლელი ფაქტორები არის ადამიანის materiალური მხარე შეიძლება ითქვას. თუმცა ვერ ვიტყვი იმასაც, რომ ადამიანი რაღაც არ ცდილობდეს და არ აკეთებდეს, არ უნდადეს მოტრიალება ამ სიტუაციის. მეორე მომენტი არის კიდე იცით რა, რომ თითქოს ესე ვიტყოდი, ადამიანი არის ესეთი კატეგორია ადამიანებს, რომელსაც ძალიან უჭირს ესე ვთქვათ, ნაბიჯის გადადგმა, ხო? აი რაღაცა ასჯერ უნდა აწონოს, დაწონოს, გაზომოს და მერე შეიძლება რაღაცა მიიღოს გადაწყვეტილება, ხო? აქ არის ის მომენტი, როდესაც ადამიანს ცოტა ძალიან ბევრს ფიქრობს შეიძლება იმ შედეგებზე, რა როგორ განვითარდება, რა იქნება, როგორ იქნება, ანუ როგორ დაალაგდება მერე, რამე ხელისშემშლელი ფაქტორები ხო არ არის და ასე შემდეგ, ვიდრე იმას, რომ თქვათ რაღაცა იმპულსურად აყვეს, ხო, აქ სიტუაციას. თქვენთან არის ზუსტად ის მომენტი, რომ აი ადამიანი ვერ იღებს საბოლოო ჯამში რაღაცა თავის თავზე პასუხისმგებლობებს, ვერ რისკავს, ესე ვთქვათ, ხო, რაღაცა თუ ეხა ისეთი სიტუაცია, რომ თქვენც გაქვთ ბევრი პასუხისმგებლობა და ამ ადამიანსაც აქვს პასუხისმგებლობა, კიდევ რაღაცა ზედმეტად ერთობლივად დამატებული პასუხისმგებლობებიცაც ეშინია, ხო? იმიტომ რომ ხა როცა თანაცხოვრებაში შედის ურთიერთობა, ყოველთვის მეორე ადამიანის პასუხისმგებლობებიც ავტომატურად გადადის, ხო? მასზე და შესაბამისად ეს მომენტიც შეიძლება იყოს. აქ არის ადამიანის აი რაღაცა როიტყვიან გონებრივი მდგომარეობა, როდესაც ვერ ხედავს, შეიძლება ითქვას, ნახეთ კიდევ როგორი მომენტი, აი შემდეგ საბოლოო ჯამში როგორი იქნება ყველაფერი. შეიძლება ეს ის მომენტიც იყოს, როდესაც ადამიანი
ნახეთ ფიქრობს იმ კუთხით, რომ ეხა კი ყველაფერი კარგად არის, იდეალურად არის, სიმშვიდე არის, კარგად ეწყობით, კარგად აგვარებთ სიტუაციას, ხო, ერთად ძალიან ბედნიერებით ხართ და ასე შემდეგ, მაგრამ მერე რომ გამოჩნდეს, მერე რომ მოხდეს ისე, რომ რაღაცა პრობლემები შეიქმნას, მერე რომ ბარიერები ვერ გადალახოს, მერე რომ ვერ აი რაღაცა ესე ვიტყოდი, რომ ეს ადამიანი ძმები გრიმების ზღაპარი არის, ჭკვიანი ელზა, ხო, რაღაცა ესეთი ის არის წინასწარ საზღვრავს რა როგორ და რანაირად და საბოლოო ჯამში ადამიანი ვერ იღებს გადაწყვეტილებას. აი რაღაც ესეთი მომენტი არის აქ. ადამიანი კი ვერ ვიტყვი იმას, რომ აქ ადამიანს არ უნდა საერთოდ თქვენთან და ვთქვათ რაღაცა ვიღაცა გიშლით ხელს. არა, აქ არის კონკრეტულად თვითონ ადამიანის უმოქმედობა, თვითონ კონკრეტულად ამ ადამიანის შიშის მდგომარეობა, როდესაც აი შედეგი არ იცის მისი ქმედების რა შეიძლება იყოს. აქედან გამომდინარე იწელება პერიოდი, იწელება დრო და ვერ ახერხებს ნაბიჯის გაკეთებას. მოდით მაშინ ახან ესე არის ვკითხოთ, გადმოდგავს თუ არა ნაბიჯს 2026 წელს, გადმოდგავს თუ არა ნაბიჯს. იცით რა არის, ნახეთ, ესე გეტყვით, ძალიან გაუჭირდება ამ ადამიანს ნაბიჯის გადმოდგმა. აი, ესე გეტყოდით, აი, ძალიან ჩიხში უნდა მოექცეს, აი, მე ესე ვხედავ, რომ აი, უნდა შეიძლება ითქვას, რომ ძალიან უნდა იგრძნოს, რომ თქვენ ესე აღარ გააგრძელებთ და ფაქტიურად დააყენოთ არჩევანის წინაშე ესე გამოდის. თუ არჩევანის წინაშე დააყენეთ, აი შესაძლებელია რაღაცა ნაბიჯის გადმოდგმა, შესაძლებელია უკვე რაღაცნაირად იმოქმედოს ამ ადამიანმა და მიიღოს გადაწყვეტილება უფრო სერიოზული კუთხით. მაგრამ როგორც ასეთი თვითონ ეს ადამიანი, ესე გეტყვით, არ იმოქმედებს, თვითონ არ გადმოდგავს ნაბიჯს. მაქსიმალურად ეცდება პირიქით დროის კიდევ უფრო გაყვანას, თუმცა არც გაშვებას არ აპირებს. თქვენ ნახეთ, რო გითხრათ, რომ 2026 წელს თქვენი ურთიერთობა დაიშლება, მაგასაც ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ან დაშლით არ დაიშლება, მაგრამ მაქსიმალურად ეცდება ადამიანი, რომ რაც შეიძლება კიდევ დიდხანს იყოს ეს რაღაცა შეყვარებულობის პერიოდი, დავარქვათ, მოდით, ხო? და ეს რაღაცა ისეთი შედარებით ნაკლები პასუხისმგებლობებით ურთიერთობა. აქ მხოლოდ მაშინ მიიღებს გადაწყვეტილებას პარტნიორი, როდესაც მიხვდება, რომ შესაძლებელია აქ უკვე თქვენი დაკარგვა, აქ უკვე თქვენ აღარ მოგინდეთ და აი მერე შეიძლება რომ გადმოდგას და იმოქმედოს. აი მერე შეიძლება გააკეთოს რაღაცა ისეთი ნაბიჯი, რომელიც თქვენთვის მისაღები და სასურველი ნაბიჯი იქნება. აქვს ამ ადამიანის ემოციები თქვენს მიმართ, აქვს ნებაც, აქვს რაღაც ესეთი განცდებიც, მაგრამ ნუ რა ვქნათ, შიშები არ აძლევს საშუალებას იმის, რომ იმოქმედოს და გადმოდგას ნაბიჯი. კარგით, მოკლედ ესეთი გამოვიდა პირველი ვარიანტი. და ნახოთ ახლა მეორე ვარიანტის წარმომადგენლებთან რას გვეტყვის. რატომ ვერ ვითარდება თქვენი ურთიერთობა. ნუ მოკლედ პირველმა ვარიანტმა ესე ვთქვათ, უნდა აგრძნობინათ, რომ დიდხანს ესე გაგრძელება არ შეიძლება, ხო, რაღაცა ესეთი მომენტია. ნუ ახლა აეჭვიანოთ და სცენები დაუდგათ და ძალიან ისე დააყენოთ, ან მე ან კარგად იყავ, ესეც არა, უბრალოდ შეიძლება რომ დაელაპარაკოთ, ხო, რაღაცა აუხსნათ, რომ დრო მოვიდა იმის, რომ რაღაცა ნაბიჯი გააკეთოს. კარგით, მეორე ვარიანტი. რა გიშლით ხელს იმისთვის, რომ ურთიერთობა სხვა საფეხურზე გადავიდეს? მეორე ვარიანტს რა უშლის ხელს? ნუ ესე იგი, როგორც ასეთი მატერიალური პრობლემები ყოველთვის. აქ მეორე ვარიანტთან რა უშლის ხელს ურთიერთობის კიდევ უფრო გამყარებას, ეს არის ის მომენტი, როდესაც
შეიძლება თქვენ გაქვთ რაღაცა ნაჩქარევი სურვილი. ხო, აქ ნახეთ როგორი მომენტია, აქ არის ესე ვთქვათ, შეიძლება ითქვას კარმული ურთიერთობაც და ცოტა საფრთხილოდ გასავლელი. თუ თქვენ ნუ ხა 10 წელიწადია ერთად ხართ და ვერ დგავს ნაბიჯს, ესეც გასათვალისწინებელია რაღაცნაირად იქნებოდა ეს ის ადამიანი არ არის, რომელიც უნდა იყოს. თუმცა თუ ეს არის ახალი ურთიერთობა, აი მაგალითად 1 წლის ურთიერთობა თუნდაც, აქ შესაძლებელია ჯერ კიდევ გქონდეთ დასამუშავებელი ძალიან ბევრი რამ ერთად და რაღაცა ესე ვთქვათ, საერთო მიზნების, საერთო თითქოს როგორი მომენტია იცით, აი ბოლომდე ესე ვთქვათ, არც ერთი არ ხართ მზად ურთიერთობისთვის, ხვდებით? ანუ მზად ურთიერთობისთვის რა კუთხით? ეს არის ის მომენტი, როდესაც აი ორივეს მხრიდან შეიძლება ითქვას, რომ იყოს რაღაცა ესეთი დამოკიდებულება ურთიერთობაზე, აი მე როგორც მინდა ისე უნდა იყოს მდგომარეობა, ხვდებით? აი თქვენ შეიძლება სერიოზული ურთიერთობა გინდათ, რაღაც დაოჯახება გინდათ, რაღაცა შვილი გინდათ, ხო, მაგრამ ადამიანი შეიძლება არ არის ამისთვის მზად, რომ თქვათ შვილი ყავდეს და არ არის მზად, ან შეიძლება საერთოდაც არ უნდა, ხო? აქ როგორი მომენტია ის თითქოს ურთიერთობას აკლია ნახეთ საუბარი, ესე ვიტყოდი, ანუ ურთიერთობას აკლია რაღაცა ერთმანეთთან გახსნა და ქურუმი ქალიც მოვიდა კიდევაც, აი ერთმანეთის არ იცნობთ კარგად ბოლომდე, ესე შეიძლება ითქვას თითქოს. აი არ აქვს ამოწურული ურთიერთობის კუთხით, აი თქვენ რა ვინ ხართ და ის ვინ არის, ხო? აი აქ რაღაცნაირად ურთიერთობაში ბევრი დაფარული მომენტია, თითქოს შეიძლება რაღაცას ეხსნებით, რაღაცას ისიც გეხსნებათ, მაგრამ ბოლომდე არ მიწყინათ, მაგრამ აი ნდობის ფაქტორის პრობლემა არის, აქ ეს შეიძლება ითქვას ურთიერთობაში. ნუ აქ სამკუთხედი სიტუაციაც გვესახება, ხო, აქ ანუ არის შეიძლება ითქვას კიდე ნახეთ რა არის ის ხელისშემშლელი ფაქტორები. არ ხართ ბოლომდე დარწმუნებული ამ ადამიანის გადაწყვეტილებაში, არ ხართ დარწმუნებული ამ ადამიანის სურვილში. შეიძლება ითქვას აქ ძალიან ისეთი მომენტი იყოს, კი, მესმის რომ თქვათ თქვენ გინდათ რაღაცა სხვა საფეხურზე, მაგრამ ადამიანი ესე ვიტყოდი, აქ არ არის მზად ურთიერთობების გასერიოზულობის. არ აქვს მნიშვნელობა, ნახეთ, რომც თქვათ მაინც ხო მეუღლე ყავსზე არ გვინდა, მოდით, აი რომც საერთოდ არ იყოს ვინმე პარტნიორის მდგომარეობა, აქ ადამიანი ნახეთ როგორი მომენტი არის, შეიძლება თქვენ რაღაც ისეთი პასუხისმგებლობები გაქვთ და იმდენი რაღაც სიტუაცია გაქვთ უკან, რომ ადამიანს უჭირს ამ ყველაფრის თავის თავზე აღება, ვთქვათ, უჭირს მის ოჯახის წევრებთან წარდგენა, ხო, ეხლა ხშირია ხოლმე ესეთი შემთხვევები, როდესაც თქვათ ქალბატონი გათხოვილი იყო, შვილები ყავს და რაღაცა მერე თქვათ დასაოჯახებელი მამაკაცი თუ არის განსაკუთრებით მაგ დროს ძალიან რთულდება ყველაფერი, იმიტომ რომ აი რაღაცა ცუდად იღებს საზოგადოება. აქ მე ესე ვიტყოდი, რომ მესამე პირების მდგომარეობა არის თქვენს ურთიერთობაში, გარდა იმისა, რომ თითქოს ბოლომდე არ ხართ, არ გაქვთ გაანალიზებული თქვენი დამოკიდებულება ერთმანეთთან და რაღაცა თითქოს ბოლომდე არ ხსნით, ესე ვთქვათ, კარტებს ერთმანეთთან. აქ არის მესამე პირების მდგომარეობაც, ხო, მესამე პირები ხარ. რაღაც მომენტში შეიძლება თქვენი მხრიდანაც იყოს მესამე პირები, ხო, ანუ ვთქვათ მეგობრები, რომელიც გეუბნებიან, რომ აი ადამიანი არ არის სათქვენო და უკეთესი ვარიანტი შეიძლებოდა და უფრო კარგი შესაძლებლობების პარტნიორი შეიძლება ყოლოდათ, ხო, რაღაცა ეს მომენტები. აქ თქვენ ესე ვიტყოდით, თქვენ ხართ კარმულად შეხვედრილი ადამიანები და ბევრ რაღაცა გაქვთ დასამუშავებელი ერთად. პირველ რიგში ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, აქ უნდა იყოს ძალიან ისეთი
მიმღებლობის მდგომარეობა და ერთმანეთთან საუბრის მდგომარეობა, რითაც თქვენ შეძლებთ, რომ გამოერკვიოთ საბოლოო ჯამში ამ ადამიანს რა უნდა და თქვენ რა გინდათ, ხო? ანუ სად ესე ამირამ გულში მღეროდეს მდგომარეობით და ბანი მომეც და არ გამოვა, ხო ესე, იმიტომ რომ თუ თქვენ არ იტყვით იმას, რაც თქვენ გჭირდებათ, შესაბამისად ადამიანი ვერ მიხვდება, რომ თქვენ ეს გჭირდებათ. ზუსტად ისევე არის ისიც რაღაცნაირად, ისიც ვერ მე ესე ვიტყოდი, რომ შეიძლება იმდენად ანუ უბრალოდ არის ის მომენტი, რომ თვითონ ეს ადამიანი იქიდან გამომდინარე, რომ არ არის მზად სერიოზული პასუხისმგებლობებისთვის, ხო, ანუ შეიძლება ითქვას ეს ერთი მომენტიც ისიც, რომ თითქოს ადამიანს საერთოდ არ უნდა ოჯახური თანაცხოვრების მდგომარეობა, მე ესე ვხედავ. ანუ არის ესეთი კატეგორია ადამიანების, რომელსაც არ სურთ საერთოდ წლები იქნება ვიღაცასთან პარტნიორობაში, მაგრამ და შეიძლება მთელი ცხოვრებაც, მაგრამ აი ეს გაოფიციალურებული ფორმა, რაღაცა მეუღლე და შვილები, ну აი არ უნდათ, არიან ესეთი კატეგორია ადამიანების, ქალებიც და კაცებიც. აი რაღაცა აქ ეს მომენტიც არის. აქ მესამე პირების მდგომარეობაც არის, რომ შეიძლება ითქვას, რომ ადამიანს აქვს ნახეთ კიდე როგორი მომენტი არის ხოლმე ესეთი შემთხვევები, როდესაც ადამიანი ლაპარაკობს თავად სამეგობროში, რომ არაფერი მსუბუქი ურთიერთობა, უბრალოდ ფლირტი, უბრალოდ რაღაცა ვერთობით და მერე უკვე როდესაც შედის სიღრმეში ურთიერთობა, გაახსენებენ ხოლმე თავის ნალაპარაკებს და რაღაც მომენტში მერე უკან დახევა უწევს, იმიტომ რომ ვეღარ იტყვის, ანუ აქ არის აშკარად ისახება მესამე პირებზე, ну აქ შეიძლება იყოს მშობლები. თუმცა, ну თუ ეხა კონკრეტულად იცით, რომ აქ უეჭველი პარტნიორი ყავს, ну რა თქმა უნდა, არის ის მომენტი, რომ მისი პარტნიორი და ну გასაგები ხა მეუღლე თუ ყავს ადამიანს და შვილები, ну მარტივად არ ხერხდება, ხო, ხა წავედი ხა მე მეორე ოჯახი უნდა შევქმნა, ესე არ ხდება. ამიტომ აქ არის ესეთი სიტუაციები, სადაც სირთულეს წარმოადგენს, ხო, რაღაც თქვენი ერთად ყოფნა. თუმცა, ნახეთ, კარმული ურთიერთობისთვის ახლა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ან რაღაცა მაინდა-მაინც ან უეჭველი ერთად უნდა იყოთ, ან საერთოდ რაღაცა ნეგატიურად უნდა მოხდეს. შეიძლება რომ ყველა ფრიდან მივიღოთ ჩვენთვის საჭირო ინფორმაცია, ჩვენთვის საჭირო მდგომარეობა. ხო, შეიძლება ეს ადამიანი რაღაცა მომენტში თქვენთან იყოს რაღაცა დაფიქრების, გაანალიზების, დახმარების მდგომარეობა, ხო? როდესაც ადამიანს სჭირდება მიმართულება, შეიძლება ითქვას და აი ეს მიმართულება დაგანახოთ ამ ადამიანს კიდევ მეტად დაგანახოთ, რომ თქვენ შესაძლებლობები გაქვთ, თქვენ შეგიძლიათ, რომ უფრო უკეთესი ვერსია იყოთ საკუთარი თავის, თუნდაც ხო, უფრო კარგ სამსახურში იყოთ, იმიტომ რომ შესაძლებლობები გაქვთ. აი აქ თქვენ ურთიერთობაში უფრო ისახება ის მომენტი, რომ თქვენ ხართ ერთმანეთისთვის რაღაცა სასწავლებლად მოვლენილი შეიძლება ითქვას. და ну სულაც არ არის ეს ის ურთიერთობა, რომელიც უნდა დასრულდეს მაინდა-მაინც დაგვირგვინდეს ქორწინებით, ხო? აქ ну მესამე ფაქტორებს აი მინდა რომ ავერიდო, მაგრამ მაინც ვერ ვარიდებ თავს. კარგით, მოდით ესე ვიკითხოთ აქაც განვითარება თუ ექნება, მოდით ეს კითხვა დავუსვათ ამ ურთიერთობას, თუ ექნება განვითარება. იცით რა არის აქ განვითარების მდგომარეობაზე გეტყვით, რომ განვითარება ნამდვილად დიდად ვერ ექნება ბოდიშით ურთიერთობას, მაგრამ ეს არის ის ურთიერთობა, სადაც ახალ პერსპექტივებს დაგანახებთ სამყარო, შეიძლება გაანალიზების მდგომარეობა, შეიძლება ითქვას, აი თუ ხართ იმ მდგომარეობაში, რომ შიში გაქვთ, რომ პარტნიორის გარეშე იყოთ, რაღაცა შიში გაქვთ იმის, რომ ურთიერთობა არ გამოგდით და ასე შემდეგ, ხო, აი არის რომ გვერდზე ვიღაც მჭირდება, ხო, აქ თითქოს სამყარომ შეიძლება დაგანახოთ, რომ იცით რა არის, აი
ამ ეტაპზე შეიძლება არ გჭირდებოდეთ არავინ გვერდზე და ჯერ თქვენი რაღაცა მდგომარეობა, თქვენი სტატუსი, თქვენი ცხოვრების რაღაცა ეტაპები გაქვთ გასავლელი და გასაკეთებელი, ხო? მე ესე გეტყვით, რომ აქ განვითარების მდგომარეობა, თქვათ რაღაცა სხვა საფეხურზე გადასვლის ამ ეტაპზე, ну ყოველ შემთხვევაში არ ჩანს, ესე რომ ვთქვათ და ეს არის ერთადერთი ურთიერთობის განვითარების მდგომარეობა, რაშიც ჩანს, ეს არის თქვენს თავში ჩახედვა, თქვენს სურვილებზე ორიენტაცია, თქვენს მომავალზე ორიენტაცია, სად გინდათ რომ იყოთ ხვალ, ხო? ან ნახეთ, იანვარია და ძალიან კარგია ხოლმე, მე ხშირად ვაკეთებ ამ პრაქტიკას და ძალიან რა ვიცი, მშველის ალბათ თუ რა ვიცი, მაქვს მე ხოლმე ის მომენტი, რომ გადავხედავ წლის ბოლოს, კმაყოფილი ვრჩები ხოლმე საკუთარი თავის, ან ჩამოწერეთ სად გინდათ რომ იყოთ 2026 წლის დეკემბრის ბოლოს, ხო? ანუ 2026 წელი დასრულდება, რა უნდა გქონდეთ გაკეთებული, ხო? აი ძალიან კარგია, თუნდაც თვეების მიხედვით გაწერეთ, რომელთვის რა უნდა გქონდეთ, თუნდაც უბრალოდ ისეთ ჩამოწერეთ. ეს პერიოდი გამოიყენეთ რაღაცა თქვენი ცხოვრების დაგეხმარებას. ეს დაგეხმარებათ იმაში, რომ ქმედებები როცა გადაშლით და ხშირად წაიკითხავთ, რა უნდა გააკეთოთ, ხო? შესაბამისად მოგცემთ იმის სტიმულს, რომ არ იყოთ ორიენტირებული მაინდა-მაინც რაღაცა კონკრეტულად ვიღაცაზე მიჯაჭვულობის მდგომარეობაში, ხო? იქ გაგახსენდებათ, რომ თქვენი ბევრი საქმე გაქვთ გასაკეთებელი და მარტო ერთი ურთიერთობით არ იფარგლება ყველაფერი, ხო? აქ განვითარების კუთხით, აი ეს ადამიანი განგავითარებთ, ესე რომ ვთქვათ, ნახეთ, შეიძლება ურთიერთობა არ განვითარდეს, მაგრამ თქვენ განვითარდებით, თქვენ დაიწყებთ ბრძოლას, თქვენ დაიწყებთ სხვანაირად ფიქრს, თქვენ დაიწყებთ პრიორიტეტების გადამუშავებას, დაალაგებას, პარტნიორული ურთიერთობა თუ ან ნახეთ, ცოტა ესეთი მომენტია, პარტნიორული ურთიერთობა თუ კარიერა ან რაღაცა სხვა მომენტები, არა, ორივე შეიძლება იყოს, ორივე შეიძლება ძალიან კარგად შეეწყოს, მაგრამ ამ ეტაპზე თქვენთვის რა არის? იქნება სულაც არ არის ეს ის ადამიანი, რომელთანაც გინდათ, ხო? რაღაცა შეიძლება დაიწყოთ ამ ყურება უფრო როდესაც თქვათ დაწერთ როგორი ურთიერთობა გინდათ და როგორი პარტნიორი გჭირდებათ გვერდზე, შეიძლება გადახედოთ და რო შეხედოთ, ნახოთ, რომ ეს ისეთი ადამიანი არ არის თქვენი როგორც საოცნებოდ მიგაჩნიათ, ხო? რაღაცა თითქოს აი თქვენ შინაგან სამყაროსთან დაგაწყებინებთ ადამიანი უფრო მეტად საუბარს, ესე ვიტყოდი. აქ აი ეს მომენტი არის ესე, რომ ეს ურთიერთობა მეორე ვარიანტისთვის ხელი შემცვლელი ფაქტორებით გასაგებია, რომ მესამე პირებიც არის და ეს რაღაცა გადაუწყოტობა, მაგრამ ეს არის ის ურთიერთობა, სადაც თქვენ უნდა განვითარდეთ, თქვენ ახალი პერსპექტივები უნდა დაინახოთ თქვენი თავის და გუშინდელთან და დღევანდელთან შედარებით უკეთესი ვერსია იყოთ ხვალ. აი ეს ისახება მეორე ვარიანტში. მოკლედ, მე გისურვებთ ბედნიერ ურთიერთობას, რა თქმა უნდა, სიყვარულს, ჰარმონიას თითოეულ თქვენთაგანს, წარმატებებს და გადახედეთ. იმედია, რამე ისეთი ინფორმაციას მოგაწვდით, რომლის გადახედვის შემდეგაც შეიძლება ძალიან ბევრი რამე სასიკეთ, თქვენ და სასიკეთოდ შეიცვალოს. მე რა თქმა უნდა კომენტარებში გელოდები, ძალიან მიხარია ხოლმე კომენტარებს, როდესაც ვკითხულობ, ვცდილობ ყველას ვანიშნო, რომ ვკითხულობ და მახარებთ და ვეცდები, რომ მეც მაქსიმალურად მეტი გასვლა შემოგთავაზოთ და ძალიან კარგი იქნება თუ კი დამეხმარებით და დამიწერთ ხოლმე რომელი გაშლები გნებავთ, ხო? აი რასთან მიმართებაში გაინტერესებთ ინფორმაცია, რომ მეც გამიადულდეს თქვენთვის ინფორმაციის მოწოდებაც და თქვენთვისაც საინტერესო იყოს, ხო? როდესაც შეხვალთ, გეცოდინებათ, რომ დღეს შესაძლებელია იმ კითხვაზე მიიღოთ პასუხები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და რომელიც ძალიან გაინტერესებთ. დროებით თითოეულ თქვენთაგანს, მადლობა კიდევ ერთხელ.